მთელი 24 საათის განმავლობაში იყავით იქ, სადაც დაპირდით საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიდგებოდით და არ მიუშვებდით. ერთ-ერთი მათგანი იყავით, არ მიუშვებდით ადგილზე რეჟიმს. მის არც ერთ წარმომადგენელს ეს დღე მგონი ამ დაპირების მიხედვით წარიმართა. როგორ შეიძლება ახლა დავსვა კითხვა, რომ ამით კმაყოფილი ხართ თუ არა თქო, მაგრამ მაინც როგორ შეაფასებთ ამ განვლილ დღეს, ფაქტია რომ რაც თქვით ის შეასრულეთ. დიახ, ჩვენ იცით როგორი შეგრძნება მქონდა თითქოს აი გუშინ რომ ვათენებდით ღამეს სწორედ არ იყო ადვილი მძიმე ღამე იყო იმ ხრივ რომ თითქოს აი ის პირველი 9 აპრილი გამახსენდა და აი შეგრძნება რომ 4 საათზე ეს ტანკები მოდიოდნენ და ის შეგრძნება რომ აი რაღაცა ძალიან დიდი საშიშროების ქვეშ დგევართ ეთყობა მე მონაწილე ვარ 9 აპრილის და აი შეგრძნება მქონდა რომ აი ახლა წამოვლენ ოღონდ არარუსის ჯარი არამედ ჩვენი ესე იგი არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურები და დაგვარბებენ აი რაღაც ამ შეგრძნებით ეს შეგრძნებაც მქონდა დიახ ალბათ იმიტომ რომ ეს მომხდარა უკვე არაერთხელ ჩვენ გვინახავს მსგავსება ამ ორ სამწუხაროდ ამ ორ რეჟიმს შორის ძალიან არასასიამოვნო ახლა შეადარო გასაგებია რომ ნიჩბები არ ჩაურტყავთ პროტესტის მონაწილეებს მაგრამ ურტყავდნენ სხვა იარაღებს თქვათ იქ იქნებოდა ხელკეტი წამლავდნენ ზუსტად ანალოგიურად ხომ შესაძლოა ცოტა სხვა და უფრო თანამედროვე ასე ვთქვათ აირით მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ლოგიკური მოლოდინია, მოკლედ ამის თქმა მინდა, რომ ეს გაკეთებული აქვს რეჟიმს. დიახ, იქ რა თქმა უნდა მასშტაბი სხვა იყო, მაგრამ აქაც ციცხვი დაიღვარა და თავგატეხილი ხალხი იყო, ნაწამები ხალხი იყო და მოწამლული და ასე შემდეგ. რა ვიცი. ეს არის ცუდი რომ ქართველის ხელით ხდება ეს ყველაფერი და კალვადონლიკა მინდა დაგისვათ შეკითხვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გადმოვიდა რეჟიმი თავისი განცხადებებით შეტევაზე ჯერ ერთი იქ პროვოკატორებიც გაგზავნა რეჟიმმა რაღაც ასე ვთქვათ დაბალი რანგის თავისი მხარდამჭერები შეიძლება ითქვას ან არ ვიცი პროპაგანდისტები მაგრამ ამასთან ერთად იყო განცხადებები აი მაგალითად კობახიძის რომელმაც უცხოურ ძალას დაუკავშირა ის რაც ხდებოდა 1999 წლის 9 აპრილს და ერთხელაც არ ახსენა თავის განცხადებაში რომ ეს რუსეთია რომ ეს საბჭოთა იმპერია იყო ამას მოყვა პაპუაშვილის პირდაპირ შეურაცხყოფელი განცხადებები როდიონოვთან გავლება პარალელის და შეურაცხყოფა ყველასი ვინც იქ იყო დღეს და ვინც არ იყო და ვინც ქართული ოცნების ამ რუსულ პოლიტიკას არ ეთანხმება. როდესაც გესმით აი ესეთი განცხადებები არა მხოლოდ როგორც სინდისის პატიმრის მშობელს არამედ როგორც 9 აპრილის მონაწილეს რა პასუხისგაცემა გინდებათ ამას? ძალიან შეურაცხყოფელია ნამდვილად აი ძალიან შეურაცხყოფელია პირდაპირ აი რაც ვიცით ყველაფერი გვეძახიან აგენტებს გვეძახიან ზონზებს გვეძახიან რა ვიცი რაც რა არ დაგვიძახეს ხო მაგრამ მაინც აი ძალიან შეურაცხყოფელია ის რაც დღეს გავიგეს კი რუსული პირიდან ვერ ამოსდით რაღაცა რა deep state-ი, რა მასონები, რა სიტყვებს ხმარობენ საერთოდ და რას ლაპარაკობენ. იმან ერთ-ერთმა თქვა ჭყლეტვაშიო 9 აპრილს ჭყლეტვაში დაიღუპა ხალხიო. ესე იგი ამას ამბობდა როდიონოვი თავის დროზე და რუსები. კომუნისტური პარტიაც კი აქ ცეკა და რაღაცა ეს თანამშრომლები ცეკასი ისინიც კი ერიდებოდნენ ესეთი განცხადებების გაკეთებას. წარმოუდგენელი. კი, აი განცხადება პაპუაშვილის რომელიც ვახსენე, ეს ძალიან მძიმე განცხადება, აი ნახეთ, შედარება როდიონოვის ნიჩბიან ჯარისკაცებსა
და სხვა ქვეყნის დროშები ან ქართველ დემონსტრანტებს შორისო. ანუ მათ ვისაც უჭირავთ საქართველოს დროშები, ევროკავშირის დროშები, ესენი შეადარა როდიონოვის ნიჩბიან ჯარისკაცებს. არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაკეთდეს თქვენ თუ შეძლებთ რაიმე კომენტარის გაკეთებას, კი ბატონო. ჩემი შენ გითხარიო. ჩემი შენ გითხარიო, ესე იგი, წარმოუდგენელია ჩვენ შეგვადარა როდიონოვს, ჩვენ ვართ მტრები, ჩვენ ვართ ჩვენი შვილები არიან დამნაშავეები, მტრები, ადამიანები, რომლებიც ევროპულ მომავალს იცავენ, არიან აგენტები და ფაქტიურად კიდე გითხრა, რომ როდიონოვებიც ვართ. ოდა რა ვიცი, აბა დღევანდელი დღის შეჯამება, რომელიც გთხოვეთ და მეორე მხრივ აი ამ ბრძოლის გაგრძელება. როგორ უნდა გაგრძელდეს და რა ახალი ფორმებია მოსაძებნი? ფაქტია, რომ ამ ფორმამ გაავლო კიდევ ერთხელ წითელი ხაზი მთელ საზოგადოებას დაანახა, რომ ერთ მხარეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა და მეორე მხარეს არის რუსული რეჟიმი. რა თქმა უნდა, ამასთანავე ეს პირველ რიგში დღევანდელი დღე იყო პატივის მიგება გმირებისთვის, 9 აპრილის გმირებისთვის, მაგრამ ამასთანავე ამ პროტესტშიც ჩვენ დავინახეთ, რომ შესაძლებელია ესეთი რაღაცების გაკეთება, რაც სულ უფრო და უფრო მკაფიოს გახდის ყველასთვის რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. მაინტერესებს დღევანდელი დღის პერსპექტივიდან მომავალში როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ბრძოლა. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მე ესე მიმაჩნია, რომ რაღაც გამარჯვება არის ერთგვარი. მაინც რაც როგორც დავგეგმეთ და როგორც გაკეთდა ეს ყველაფერი, რომ არ ვერ გაბედეს მოსვლა მემორიალთან, კი გამოუშვეს ტიტუშკები და შეამოწმეს რაღაცა გამოცდა მოგვიწყვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ გაბედეს, ვერ მოვიდნენ. შემდეგი გეგმები, იცით, ჩვენ ეს მშობლების მოძრაობა, რადგანაც ეს დავაარსეთ ყოველგვარი ყველა პოლიტიკური პარტიისგან არავით არც ერთი პოლიტიკური პარტიის ქვეშ ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვართ ცალკე ძალა, გულწრფელი, ვითხოვთ ჩვენი შვილების უპირობო განთავისუფლებას და რა თქმა უნდა, ჩვენი სამშობლო უნდა დავიცვათ და აი ამ რაღაცა უმსგავსობაში ვერ ვიცხოვრებთ. გამორიცხულია, ვერ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ, ვერც ახალგაზრდები ვერ იცხოვრებენ და ეს წარმოუდგენელია, ესე იგი, დავბრუნდით ისევ რა ვიცი 30-იან წლებში მე ესე ვფიქრობ. და რაც შეეხება გეგმებს, იცით, ჩვენ ვხვდებით და დავგეგმავთ ამას ყველაფერს და აუცილებლად წინასწარ პრესასაც ეწოდინება, თქვენს გეწოდინებათ და ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, ასევე ის ხალხი, რომელიც ჩართული და აქტიური იყო აი ამ დღის მომზადებაში, რაღაცნაირად გამოდის, რომ სულ უფრო და უფრო მეტად ორგანიზებული ძალა ხდება. სწორად აღვიქვამ ამას, რომ სწორი აღქმა ეს ჩემი მხრიდან თქვენი აზრით, რასაც ახლა ვამბობ. დიახ, ჩვენ გვაქვს გეგმები, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას, აუცილებლად, მშობლები, ჩვენ დასაკარგი არაფერი აღარ აგვაქვს და ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ნელ-ნელა მივყვებით ჩვენ გეგმებს. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მადლობთ. ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში.